მოგესალმებით ძვირფასო სტუმრები, საქართველოს მედიის წარმომადგენლები, ილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს. ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ჟურნალისტებს განსაკუთრებული და საპატიო ადგილი გიგავით. დამოუკიდებელი და ერთიანი საქართველოს ბრძოლაში ჩვენი ღვაწლი ხაზდაუდებელია. პატივი მაქვს მიმართვა აფხაზეთის უმგაბობლივ ჟურნალისტებს. შედი მოვიხარო მათი მამაცობის წინაშე. ისინი მებრძოლებთან გვერდიგვერდ ომის წინახაზიდან უშიშრად აშუქებენ ჩვენი ბიჭების პირობას. ისტორია შემოუნახეს მათი ვაჟკაცობის და თავგანწირის მაგალითები. სამწუხაროდ ბევრმა სიცოცხლის ფასი. პატივი და დიდება მოგსაუბრეს. ამ საპასუხისმგებლო საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი, რომელიც აფხაზეთში დაარსებული ტელევიზიის მემკვიდრეა. აფხაზეთის მეომართა კავშირის სახელი ხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მინდა მადლობა მოუხადო აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის დირექტორს ეგარ ტირტივაძეს და საპატიო სიგელი და ნიშანი გადავცე ბრძოლთა ერთგულებისათვის. ჩვენ მეომრები, ვეტერანები და ჩვენ ჟურნალისტები ერთ საქმეს ვემსახურებოდით და ვემსახურებთ. ჩვენს ქვეყანას სიმართლეს და მშვიდობიან მომავალს. სიტყვები არ მაქვს, ძალიან გახარებული ვარ. ბატონმა ლევანმა გადმომცა დღეს მებრძოლთა ერთგულებისთვის და როგორც ვიცი ეს არის პირველი მედალი ამ სახელწოდებით. იმედია მუდამ გავამართლებ ამ ნდობას და მოლოდინებს. მეომართა კავშირი აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრისთვის ძალიან ძვირფასი ორგანიზაცია. არ შეგვიძლია რომ პატივი ავცეთ ჩვენ ვეტერანებს. თითოეული ქართველის, აფხაზეთელის ვალია რომ გვახსოვდეს მათი შრომა, მათი ღვაწლი და დღეს პირიქით მოხდა აქეთ დაგვაჯილდოვეს ჟურნალისტები. იცით რომ ჩვენ ერთობლივ გადაცემას ვაკეთებთ ერთი გმირის ისტორია, რომელიც მიყავს ჟურნალის იზი აფშილაოს. სიტყვები არ მაქვს. ველოდებოდი ბატონმა ლევანმა, როდესაც მითხრა, რომ უნდა და გამოსვლა სიტყვით დღევანდელ ღონისძიებაზე და მადლობის თქმა ველოდებოდი, რომ ცენს გადაეცემოდა სიგელი. ეს ყველაფერი კი ძალიან მოულოდნელი იყო. ბევრი უშრომია იდეის ავტორსაც. ერთ-ერთ საჩუქარს მიკროფონის ფორმა აქვს და ოპერატორს ვთხოვ, რომ ეს კადრი საჩვენოს და ვისურვებდი, რომ ყველა ჟურნალისტი, რომელსაც უჭირავს მიკროფონი, კალამი თუ კომპიუტერზე ბეჭდავს, უფრო მეტი დაეწეროს, დაებიჭდოს, გადაიღოს აფხაზეთის შესახებ, რადგან ვფიქრობ, სწორედ საინფორმაციო ომია დღეს მოსაგები და ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ჩატეხილი ხიდების აღდგენასა და ნდობის აღდგენაში ჟურნალისტებს აკისრიათ. გადმომეცა ჯილდო როგორც ვეტერანს, როგორც ტელეოპერატორს, რომელიც სოხუმში, ასე ვთქვათ, ომის დაწყების დღიდან დამთავრებამდე და დღემდეც, ასე ვთქვათ, მოქმედი ოპერატორი ვარ და მუშაობ აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრში. ძალიან დიდი მადლობა მინდა ყველას გადაუხადო. ეს ერთგვარი დაფასება ადამიანის იმ ნამუშევრის და იმ ცხოვრების, რაც შენ განვლედა. მე გეტყვით, რომ აფხაზეთში ნამდვილად არ იყო ადვილი მუშაობა, მაგრამ ერთი დღე არ ყოფილა ისეთი, რომ ჩვენ სადმე არ გავსულიყავით და რამე არ გადაგვიღო. თან ჩვენ არ ვიწერდით გადაცემებს, ჩვენ მაშინ გავდიოდით პირდაპირ ეთერში. ჩვენ საღამოს ჰქონდა ეთერი და აქედან გამომდინარე ძალიან რთული სიტუაციებიც იყო. ხშირად ეთერი წყდებოდა იმის გამო, რომ უკვე დაბომბები იწყებოდა და ჩვენ იძულებული ვხდებოდით, რომ გაგვეთიშა ეთერი. და გადაივლიდა ეს დაბომბვა, თუ გადავრჩებოდით, როგორც ჩანს გადავრჩით, მე ვაგრძელებდით და აი ესე მუშაობდით.